გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი საქართველოს მელიორაციის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. ანგარიშში ასახული და განხორციელებული პროექტების სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები აღინიშნა. მინისტრმა განაცხადა, რომ გამართული სამელიორაციო სისტემები სოფლის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტია და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით 2025 წელს განხორციელდა სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე გაიზარდა მომსახურების არეალი და დაკონტრაქტებული სასოფლო სამეურნეო ფართობები 74,000 ჰექტარამდეც გაიზარდა. იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება 2026 წელს. 2026 წლის გეგმები ძალიან ამბიციურია, რადგან რამდენიმე თითქმის 100 მილიონამდე თანხის თანხის დახარჯვა განსაზღვრული მხოლოდ ქსელური საინვესტიციო გეგმებში. მელიორაციის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე გადასვლის დღეა, იმიტომ რომ თითქმის 13 წლის შემდეგ განახლდა ახალი ლოგო და ახალ ლოგოთან ერთად განისაზღვრა კომპანიის ახალი მიზნები. პოლიციური ანგარიში, რომელიც იქნა წარდგენილი, ძალიან საინტერესოა. ხაზგასმით იყო აღნიშნული აზიის განვითარების ბანკის პროექტების მნიშვნელობა, დაგეგმილი რეფორმები, ჩატარებული რეფორმები და სტრატეგიული მიმართულებები. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია მხარი დაუჭიროს მელიორაციის დარგს და ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას საქართველოში. აგრეთვე დაძლიოს არსებული გამოწვევები.